მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი 18 წლამდე ასაკისაა. საქართველოში კი 2023 წლის მონაცემებით 800,000-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს. თითოეული მათგანი უნიკალურია და განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაცვას საჭიროებს. ადამიანის უფლებები ყველას თანდაყოლილი და განუყოფელი უფლებებია, რომლებიც დაბადებიდან გვეკუთვნის. თუმცა ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებებისა და მოწყობილობის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ მათ დამატებითი დაცვის მექანიზმები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია საერთაშორისო დონეზე და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი ეროვნულ დონეზე. კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა, წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს და ადგენს ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს. ის განსაზღვრავს ზოგად პრინციპებს და სახელმწიფოების ვალდებულებებს ბავშვთა უფლებების დასაცავად. 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი კი არის კონვენციის პრინციპების პრაქტიკული განხორციელების გზამკვლევი საქართველოში. ის ქმნის კონკრეტულ მექანიზმებს და დეტალურ პროცედურებს ამ უფლებების დასაცავად ჩვენს რეალობაში. ორივე დოკუმენტი ეფუძნება 4 ძირითად პრინციპს. პირველი, დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს აქვს თანაბარი უფლებები განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა. მეორე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება. მაგალითად, განქორწინების დროს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა უნდა მოხდეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მესამე, სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება, რაც გულისხმობს ხარისხიან განათლებას, ჯანდაცვას და უსაფრთხო გარემოს. მეოთხე, ბავშვის მონაწილეობის უფლება, რაც ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგალითად, სკოლაში კლასგარაში აქტივობების დაგეგმვისას. მიუხედავად საერთო პრინციპებისა, კონვენცია და კოდექსი განსხვავებულ როლებს ასრულებენ. კონვენცია ადგენს ზოგად სტანდარტებს, რომლებსაც ყველა წევრი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად, პრინციპს, რომ ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება. კოდექსი კი განსაზღვრავს კონკრეტულ მექანიზმებს ამ სტანდარტების მისაღწევად საქართველოში, როგორ უნდა მოხდეს სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვა, როგორ უნდა მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა. კოდექსი ასევე დეტალურად აღწერს სხვადასხვა უწყების პასუხისმგებლობებს, მაგალითად, როგორ უნდა იმოქმედოს სოციალურმა მუშაკმა ბავშვის ძალადობის შემთხვევაში, რა ვადებში უნდა მოხდეს რეაგირება, ვინ არის პასუხისმგებელი შემდგომ მხარდაჭერაზე. საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვას ზედამხედველობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და სახალხო დამცველის აპარატი. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო პასუხისმგებელია დაუყოვნებლივ რეაგირებაზე ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო სახალხო დამცველი აკონტროლებს სისტემის გამართულ მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებს. კონვენცია ადგენს მათი დაცვის ზოგად პრინციპებს, ხოლო კოდექსი განსაზღვრავს კონკრეტულ პროგრამებს, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადრეული განვითარების სერვისებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებს. კონვენციის ფარგლებში საქართველო რეგულარულად წარადგენს ანგარიშს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ პროგრესი და გავითვალისწინოთ საერთაშორისო რეკომენდაციები კოდექსის განხორციელებისას. კოდექსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საზოგადოების როლის განსაზღვრა. მედია, ბიზნესი და მოქალაქეები ყველა ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მაგალითად, მედიამ უნდა დაიცვას ბავშვის პირადი ცხოვრება, ბიზნესმა შრომითი უფლებები. თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ ბავშვთა უფლებები. ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება, ეს არის ინვესტიცია მომავალში. კონვენცია და კოდექსი ერთად ქმნიან სისტემას, სადაც ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას.